გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ სამი სხვადასხვა რადიატორის გამოთვლის, თბური გამოთვლის, ასე ვთქვათ, კალკულატორებზე, ბევრი რო არ იწვალოთ, მიგანიშნეთ იმ ვებგვერდებზე, რომლებშიც შესვლის შედეგად თქვენ შეძლებთ რომ ძალიან მარტივად გამოითვალოთ სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმებისთვის, თუ რამდენ სითბოს მოგცემს ესე თუ ის რადიატორი. როგორც მოგეხსენებათ, რადიატორს საპასპორტო მონაცემები სხვა რეჟიმებზე აქვს განსაზღვრული, ხოლო პრაქტიკაში, რეალობაში იგი სხვა იგივე ტემპერატურას, იგივე სითბოს რაოდენობას არ იძლევა. აქედან გამომდინარე, აგერ არის ესეთი კალკულატორები სამი ტიპის, სამი რადიატორისთვის, ესენია კორადო, რადიატორების ფირმა კორადო, ეს არის რადიატორის ფირმა კერმი და ეს არის რადიატორების კომპანია პურმო. აი ეს სამი დავიწყოთ პურმოსგან. როგორ ხდება ეს ყველაფერი? აგერ არის ასე ვთქვათ, ეს კალკულატორი გვაქვს სამი ტიპის ძირითადი ტიპები მოცემული, მე-11, 22 და 33. მოგეხსენებათ, ესენი არის პანელური რადიატორები ფოლადის და როგორ არის? ნუ 11 ტიპი 11 ნიშნავს, რომ აქვს ერთი პანელი და ერთი წახნაგი, ტიპი 22 ნიშნავს, რომ ორი პანელი და ორი წახნაგი, ხოლო ტიპი 33 სამი პანელი და სამი წახნაგი. ყველაზე საუკეთესო და ყველაზე პოპულარული 22 ტიპია და აგერ არის მისი პარამეტრები, ზომები, მაგალითად, აგერ გახლავთ ვთქვათ, მე-11 ტიპის ზომები, 22 ტიპის ზომები, 33 ტიპის ზომები, ეს არის სიმაღლე, ხოლო ეს კი სიგრძე. აი, ნახე რა, 3 მეტრამდე სიგრძის რადიატორები გვაქვს ყველა ტიპის პურმოსი. ხოლო რეჟიმები გვაქვს შემდეგი, აი, მაგალითად, ავიღოთ 75 გრადუსი ქვაბიდან მოდის, მაგალითად 75 მივაწოდეთ, იქიდან 15 გრადუსი დაიკლო ტემპერატურა, ესაბამისად დარჩა 60 და ოთახში გვაქვს 22 გრადუსი. ხო? უნდა ვთქვათ, ყოველ ახალ იმას ჩასვლის დროს, ახალი მონაცემების შეყვანის დროს უნდა, ასე ვთქვათ, გადავტვირთოთ ეს კალკულატორი. და აგერ ბატონო ჩემო 1000, ხო, ნახეთ? 1000, ანუ მეტრიანი რადიატორი, მეტრიანი 22 ტიპის, 600 სიმაღლით, მოგცემს 1709 ვატს. იგივე 33 2346-ს, ხოლო მე-11 მოგცემს 1 კილოვატ, ნუ 1018 ვატს. ახლა მოდით სხვა ტემპერატურებისთვის ვნახოთ. მაგალითად, განა 75, მაგალითად ვაწვდი 65-ს. 50 ბრუნდება ქვაბში და ოთახში მინდა იყოს 22 გრადუსი ტემპერატურა. აბა, ვნახოთ. აი, როგორ შეიცვალა მონაცემები. ეხლა 1000, ანუ მეტრიანი რადიატორი მომცემს 600-იანი 1700-ს გვაძლევდა, აქ 1000 მომცემს. 33-იანი 1500, 1488-ს, ხოლო მე-11 ტიპი კი 600 ვატს, 653 ვატს. აი, ასე შეგიძლიათ დაითვალოთ. როდესაც კლიენტი მოვაკითხოთ, ბატონო ჩემო, რამდენ ტემპერატურაზე? აი, ამდენს მოგცემს. ამდენია თბოდანაკარგი, იმის და მიხედვით აანაზღაურებს ესა თუ ის რადიატორი ამა და ამ ტემპერატურულ რეჟიმებისთვის. თუ არა, თუ ვერ შეძლებს აანაზღაუროს თბოდანაკარგები ოთახის, სათავსის ან ბინის. ახლა იგივე პრინციპია კორადოს რადიატორების, აგერ კორადოს რადიატორები პანელური, იგივე მე-11, 22, 33 ტიპი, აგერ არის მისი სიმაღლეები, აგერ არის მისი სიგრძეები, იგივე პარამეტრებია. მოდით ვნახოთ 75, 65, 20-ზე, ეს არის 65 მიმწოდებელი, 75 მიმწოდებელი, 65 უკუ, 20 გრადუსი ტემპერატურა, ჰაერის ტემპერატურა სათავსში. აი, სხვადასხვა
რადიასი რამდენს გვაძლევენ? იქ 1700 იყო თუ გახსოვთ, აქ უკვე 1680 იძლევა ეს კონკრეტული რადიატორი. ახლა ნახოთ, როგორ შეიცვლება ეს პარამეტრები, მაგალითად 65, 50, 22 რეჟიმებისთვის. აბა, ნახოთ. შეიცვალა 60 სანტიმეტრიანი სიმაღლის მომცემს 1040 ვატს, 1491-33 ტიპი და ასე შემდეგ. ახლა გაჩვენებთ უკვე კერმის ამბავს. კერმი ძალიან მაგარი რადიატორები ისე როგორც მოიხსენებათ. მოდით ვნახოთ 75-65-20 ეს არის ქარხნული პარამეტრები. იგი იძლევა 1000, ნახეთ როგორ კომფორტულად გვაჩვენებს 1790 ყველაზე მეტს იგივე პარამეტრების რადიატორი იძლევა კერმისას. ანუ სამი რადიატორს თუ შევადარებთ, კერმი ყველაზე მეტ ენერგიას იძლევა. იგივე ზომებში, ისეა მოწყობილი. აგერ 65 ავიღოთ, 50, 22, ხო, როგორც წინა შემთხვევაში, წინა რადიატორებზე გავაკეთეთ და ვნახოთ. აგერ 22 ტიპის 600-იანი 1134 იძლევა, არც ერთ მამდენი არ მოგცა. თითქმის 100 ვატით მეტს. 1587 აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და 686 ვატი აქაც მაღალი მაჩვენებელია 11 ტიპის. აი ეს ძვირფასო მეგობრებო, ასეა. მე აი ამ სამივე, აი ამ ლინკს დავტოვებ ჩვენი ვიდეოს აღწერით ნაწილში, ჩამოშალეთ იგი და ისარგებლეთ. ძალიან კარგად მუშაობს და არასდროს არაფერი შეგეშლებათ. წარმატებები, კარგად გრძანდებოდეთ.